მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ვნახოთ, რომელი კარები გაგიღება თქვენ უახლოს მომავალში. ნუ მაქსიმუმ ავიღოთ ჩვენ ერთი თვე, ავიღოთ. ნახოთ ახლა ჩვენ, რომელი კარები გაგიღებათ. დასტავ გზად არის. ნუ მოდი ჯერ რა გავაკეთოთ, იცით? თქვენი სიგნიფიკაცია მინდოდა მენახა. თქვენი სიგნიფიკაცია რომ ვნახო, აი ჩვენ სუფი ავიღოთ ახლა და რომ მაინც უფრო გავიგოთ და მე უკვე ვკითხოთ, ხო? რომ მაინც ახლა იცოდეთ რომ თქვენი გაშლით. აბა ვნახოთ, რომელი ვისთვის იქნება ეს გაშლა. ვისთვის იქნება ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? Так, ჩემო სიხარულებო, ნუ პრინციპში აქ მაჩვენებენ რას, რომ თქვენ შეიძლება გაიარეთ რაღაც სირთულეები, გქონდათ სირთულეები, მაგრამ ახლა ნამდვილად როგორ ხართ, იცით? აქ იყო როგორი მომენტი, აი რაღაცა ეხება უფრო სულს, რატომღაც აი ეს მომდის რა. შეიძლება რაღაც არაფერი არ გიხაროდათ, შეიძლება ნუ რაღაც ან კი, იყავით აქ რაღაცა შეიძლება ვიღაცაზე ან რაღაცაზე მიჯაჭვული, მაგრამ მოერიეთ ეს სიტუაცია, დასრულდა რაღაცა რთული პერიოდი თქვენ ცხოვრებაში. აი ნერვიულობა თუ გქონდათ გამოდიხართ, აი მაგრად გამოდიხართ რა. რაღაცა ისეთი სიტუაციები, რომელიც თქვენ ახლა ფიქრობდით, აი ყველაფერი გავაკეთე პრინციპში იმისთვის, რომ ყველაფერი რომ დალაგებული იყო, მაგრამ ვერ ვხედავდი გამოსავალს რა. შეიძლება სიტუაციები გქონდათ, როცა თქვენ განიცდიეთ რამე დაანაკლის, თქვა დაკარგეთ შეიძლება ურთიერთობა. ნუ აქ იყო სიტუაცია ძალიან რთული. ან რაღაცა პერიოდი რომ რაღაც გაიარეთ თქვენ ისეთი, როცა აი უნდა გეგრძნოთ, ეგ როგორი მომენტია, იცით, როცა აი გაურკვეველი სიტუაცია თითქოს რა. გრძნობთ რომ რაღაც ახალი უნდა შემოვიდეს ამავე დროს თქვენ ამ პერიოდში რაღაცა დაკარგეთ, შეიძლება ეს ეხებოდეს უფრო აქ ნახეთ თასები ამოდის ძალიან ბევრი, ამიტომ ვეტყოდი რაღაცა შეიძლება ურთიერთობის თაობაზე თქვენ გქონდეთ რაღაცა ძალიან ესეთი მომენტი, ცოტა რთული. პლუს კიდე აქ თქვენ აი აქ აუცილებლად ეს იქნება, იმიტომ რომ სამი მაღალი არკანიც გამოვიდა მაგ თემაზე, რომ რაღაცა ან ვიღაცის კენ გქონდათ ძალიან დიდი მიჯაჭვულება და მაგრამ თქვენ ეს მოერიეთ, შეძელით თქვენ, რომ აი ნამდვილად შევძელე, ნამდვილად განთავისუფლდი და ამაში თქვენ ძალიან დაგეხმარენ მაღალი ძალები, აი ძალიან დაგეხმარენ, იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობდეთ გავუშვა, გავაგრძელო, კიდე იქნება ნუ რამე შეიძლება თქვათ მოხდეს, იმიტომ რომ იყო ეგ სიტუაცია არასტაბილური, მაგრამ თქვენ მოერიეთ თითქოს ამ სიტუაციას, აი ძალიან მაგრად ხართ რა. აი თითქოს აირჩიეთ თქვენი თავი და არ მივცემ უფლებას მე აქ არავის, იმიტომ რომ მამაკაც, რომელმაც არ დამაფასა, რომელთანაც შეიძლება გქონდეთ თქვენ ურთიერთობა, ზოგიერთი შეიძლება ქმარი იყოს, არ მივცემ უფლებას იმ ადამიანს, რომ ჩემი ემოციებით ითამაშოს რა. იმიტომ რომ ნამდვილად, ანუ ჩემს თავს ვირჩევ და მივდივარ ჩემს სიმშვიდეში, ჩემს ისეთ ენერგიებში, სადაც მე ვიქნები მშვიდად, კარგად დალაგებულად. აი რაღაც ეგეთი ენერგია მოდის აქ. ნუ მოდით ვნახოთ თუ ეხლა თქვენ სიგნიფიკაცია თქვენ რეზონირდათ, ჩვენ გავაგრძელოთ ასეთი გაშლა, ანუ რა კარები გაგიხებათ თქვენ, ანუ რა ეს ნუ სიახლე ასე რომ ვთქვათ, ხო? რა კარები გაგიხებათ? მე ავიღებ ახლა რამდენიმე აქ არკანს და ვნახოთ ახლა ჩვენ რა კარები გაგიხება თქვენთვის. ნახეთ. კარების წინ გახართ და უკვე ნამდვილად ელოდებთ გაღებას რა, ძალიან მაგარი. ძალიან
ვინმე აქ რაღაცა სიყვარული ვიღაცა მოდის თქვენთან იცით. მაინდან წარბი მიმოწმებს. ვიღაცა ეძებდა თქვენთან გზას, მაგრამ ეს ადამიანი მოდის სიხარულით, მაგრამ ეს ადამიანი თქვენზე არის უკვე მიჯაჭვული. Так, всё, გასაგებია. აქ ეს გასაგებია, ვიღაცას უბრუნდება ადამიანი, რომელიც იყო ჩუმად. ნუ, კაი, ეს ვიღაცისთვის იყო ალბათ აქტუალური, ჩვენ ნახოთ ახლა. აქ პირველი, ნუ, აქ არის ნახეთ, თასების ორიანი. ეს არის ძალიან სასიამოვნო. კარები გაგიღებათ რა, ანუ აქ ძალიან სასიამოვნო შეხვედრა შეიძლება გქონდეთ, გაცნობა. აქ არის აი როგორი ენერგიები, იცით, ნუ შეიძლება თქვენ გულს გახსნით, მის თქვენს გულს უფლებას, რომ აი მინდა შევიყვარო, იმიტომ რომ რა არის, იცი, აქ ჩვენ ეს ახლა ცოტა რთული ესეთი ენერგიები, როცა თქვენ შეიძლება დაუშვოთ ახლა, ნუ აღარც გინდოდათ რა, იმიტომ რომ ძალიან საკმაოდ შეიძლება რთული ურთიერთობა გამოიარეთ და ამიტომ თითქოს იყო როგორ, აი გამთავისუფლდი, მაგრამ კიდე რა არის, იცით, აქ სიგნიფიკაციაში ესეთი მომენტიც იყო, რომ შეიძლება თქვენ რაღაცა ნუ როდოს ადამიანის გული ეტკინება ხო და დაუშვოთ ახლა იყო თქვა შეიძლება რთული ურთიერთობებში, მე შეიძლება გულს კეთავს ეს ადამიანი და ფიქრობს რომ აღარ მინდა რა უკვე არაფერი, მაგრამ აქ მოდის რაღაც ახალი, ეს არის ახალი გაცნობა ორიანი თასების, ეს არ არის აი თან ნუ აქ არაკული არის რა. აქ არ არის ეს მომენტი რომ დაუშვოთ თქვენ ნუ ეს შეყვარებულობა, ეს არის უფრო მოწონება, ვიღაცა შეიძლება მოგეწონებათ, შეიძლება სხვათა შორის აქ როგორი ენერგია კიდე მოდის, იცით? შეიძლება საჩუქარს მიიღებთ ვიღაცისგან, მაგრამ ჩვენ ვეკითხებით რა კარები გაგიღება. აი რაღაცა სიამოვნო კარები გაგიღებათ, ნუ მოდით აბა ვნახოთ რადგან ორიანი თასების მაინც რა. ნუ შეხედეთ, ახლა მაინც მიბრუნდება ერთი სიტუაცია აქ, რომელიც წეღან აქ ამ დასტამაც მაჩვენა ბოლოში. კი. აქ მაჩვენებენ რა, შეიძლება ნახეთ რა მოხდა. აქ იყო კვერთხების ტუზი. ნუ სიგნიფიკაციიდან და არამელაგებია. ნუ არა უშავს ახლა შეხედეთ, აქ არის როგორი სიტუაცია, თქვენ შეიძლება აი აქ უმეტესობას მოგეცემათ საშუალება სრულიად მოულოდნელად, როცა შენ უკვე ფიქრობ, რომ პრინციპში უკვე всё მე ნულიდან ვიწყებ, ეხლა მე ვეთყოდი, აი მარტო ეს ორი არკანი რო ყოფილიყო, გეთყოდი თქვენ, რომ ახალი მოდის ურთიერთობა, მაგრამ აქ განახლებული მოდის. იმიტომ რომ ნახეთ, მე უკვე მithქვამს, ნუ შეიძლება ის მეორე არხზე, სადაც გრძელი გაშლები მაქვს, რომ არის რაღაცა პერიოდები ურთიერთობაში, როცა უნდა დასრულდეს რაღაცა ეტაპი ურთიერთობაში და შემოვიდეს ახალი ეტაპი ურთიერთობაში. შეიძლება რაღაცა მტკივნეული მომენტები წავიდეთ. ნუ ვიღაცისთვის, მოდით ასე თქვა, ჩვენ ახლა აქ რამდენი მოვლენა გვაქვს, ვიღაცისთვის, ვისაც თქვა დაუშვოთ თქვენ თვითონაც გრძნობთ, რომ რაღაცა მოხდა ისეთი, რომ უკვე სიტუაცია თქვა შეიცვალა, ხო? მაგრამ აქ ადამიანები იჯდნენ თავისთვის ორივენი გააცალცალკებეს, ასე თქვა, აქ იყო სრული სიჩუმე, აქ არანაირი საუბრები, არაფერი არ იყო, მაგრამ აი ამ სიჩუმეში თითქოს მოხდა აი თვითონ კვერთხების აქ მეფემ მიხვდა, რამდენად ძვირფასი არის ჩემთვის ეს ურთიერთობა, რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ეს ქალი და აუცილებლად გამოჩნდება და ვიღაცასთან არა მხოლოდ მიწერს, ჩამოვა კიდევაც თქვენთან, ანუ დაბრუნება იმ ადამიანის, რომელთანაც თქვენ გქონდათ
გაუგებარი შეიძლება სიტუაცია, ნუ ახალი კარები გეღება, თითქოს როგორი მომენტი არის, იცით? მოდით თავიდან ერთმანეთი გავიცნოთ. აი ეგეთი სიტუაცია არის, ეგეთი შეგრძნება თითქოს აი სხვანაირად თითქოს მაღალი ძალები გაძლევენ კიდე თქვენ შანსს, რომ ეს ერთმანეთი გაიცნოთ სხვანაირად. აი განახლებულ კი ბატონო, აი აქ იჯდა ჩუმად არაფერს არ აკეთებ და ეს და აი ეხლა მოვა რომ გეტყოს რომ მინდა დაგელაპარაკო, იმიტომ რომ შენ ხარ ის ქალი, რომელიც მე მიზიდავს, რომელზეც მე ვოცნებ, მხოლოდ შენ შეგიძლია მომცემი ის ენერგია შემავსებელი, რომელიც მე გამომიყვანს ისეთ სიტუაციიდან, აი უკვე არაფერი არ მიხარია შენს გარეშე რა და აქ ადამიანი არჩევანს აკეთებს ნამდვილად, რომ მინდა შენთან, შეიძლება ნუ გითხარით, ან მოგწერს, ან თქვათ გამოჩნდება რა ეს ადამიანი. კარგით, ეს გავიგეთ ჩვენ, ეს პირველი კარები, ნუ გაგიღებათ, ვისაც აქტუალურია, თავიდან დაგეწყებათ, ესე იგი ეს თქვენი ისტორია რა. ხოდ განახლებული შემდეგი რა კარები გაგიღებათ, ნუ იმპერატრიცა ისევ, ხო? ეს არის ასე შავსმი იმპერატრიცა შეიძლება იმათთვის, ვისაც მართლა აქტუალურია, შეიძლება თქვენ ამ პერიოდში მართლა დაორსულდებით, ხო? იმიტომ რომ აქ ნახეთ ორი ბავშვით არის იმპერატრიცა კი შეიძლება აქ თქვენ ცხოვრებაში შემოვა ბევრი რაღაცა ახალი, ისეთი ანუ იმპერატრიცა საერთოდ ეს არის ნაყოფიერება კიდევაც შეიძლება თქვენ დაუშვით რამეს ისეთ აი დაუშვით რაღაცას ქმნიდით ან შექმენით და ეხლა უკვე შემოვა თქვენ ცხოვრებაში აი ანუ ეს დიდი სიხარული ნაყოფს ვხედავ მე თქვა რაღაცას ვქმნიდი ეხლა ვხედავ ნაყოფს და მიხარია რა თქმა უნდა იმპერატრიცა ეს არის სიუხვე ეს ყველა ვარიანტი გასია რომ აქ ну ვიღაცასთან და შეიძლება შერიგება დედასთან იყოს, იმიტომ რომ დაუშვით კარები რა გაგიღება შეიძლება თქვენ დაუშვით არ გქონდათ ესეთი კონტაქტი თქვათ რან რაღაცა თქვათ ну მომენტები ყოველას აქ ესეთი თემა არის ყოველთვის აქტუალური, ამიტომ შეიძლება გაგიხსნებათ ეს კარები თქვენ დედა თქვენისკენ დაუშვათ და კი და აქ даже აგებს აი კიდე ნახეთ თქვენს თავს სულიერად იგრძნობთ ძალიან კარგად ანუ როგორ არის შეიძლება თქვენ შვილებთან დაუშვოთ არ გქონდათ კონტაქტი ან შორს იყავით ან რაღაც ნუ აქ რაღაც უზომოდ სითბო წამოვა თუ დედასთან დაიწყო თქვენ დედისგან იგრძნობთ ძალიან დიდ სიყვარულს რა თუ ისე აქტუალური არის რა იმიტომ რომ აქ მოდის იმენა აი როცა ჩემ სულს უხარია, კარგი განწყობა მაქვს, კარგი შეიძლება ანუ წამოვა დედა თქვენი შეიძლება თქვენ დაგლოცავთ სრულიად მოულოდნელად ვიღაცასთან ახლა ნუ ჩამოსვლას აღ ვერ გეტყვით რომ თქვენ ან ჩადიხართ ან ის მოდის არა აქ რაღაც ესეთი ენერგია ან თქვენში გაიხსნება ესეთი სითბო და რომ თქვენ აი რა ვიცი მე ну დედას რა თქმა უნდა ყოველთვის უნდა თავის შვილებისთვის ყველაფერი კარგი მაგრამ აი ეს მომენტი თითქოს რაღაცა გულის სული გეხსნებათ რა აი სხვანაირად რა და ხო ну ვისაც გქონდათ აქ სიტუაცია ძალიან ისეთი თქვათ რთული იცოდეთ რომ აი კიდე ვისაც გქონდა ჩაკეტილი გული ხო აუცილებლად თქვენ ამას გახსნით რა აუცილებლად თქვენ მისცემთ თქვენ თავს უფლებას რომ შემოუშვათ სიხარული და სიყვარული თქვენ ცხოვრებაში კიდე რა გაგიღებათ ну აკათიანი პენტაკლების ну აქ ხა შემიძლია გითხრათ რომ ვიღაცას რაღაცა გაგეხსნებათ რა სიტუაცია დაუშვოთ ოჯახის შექმნა ვიღაცა ბინას შეიძლება შეიცემთ ხო ან თქვათ ახლა ну გადახვალ თქვენს სახლში უკვე სადაც კარგად იგრძნობს თავში ну უფრო შენაძენი არის რა აქ არის ათიანი პენტაკლები ეს არის მაგარი სიუხვე უკვე ამ დაჟე სამი კარტითაც შემიძლია თქვა რომ შეიძლება თქვენ ცხოვრებაში რაღაც ახალი სასიამოვნო პერიოდი დაიწყება რომელიც თქვენ მოგიტანთ ძალიან დიდ ბედნიერებას და სიუხვეს ზოგს ხო გეუბნებით აი შეიძლება დაჟე ხელიც გთხოვოს თქვათ ადამიანმა და უკვე გადახვალ თქვენ ახალ ეტაპზე შეიძლება თქვენ ფიქრობდით რომ ну არ ვიცი საერთოდ მე მექნებას საშუალება რომ თქვათ ოჯახის შექმნა შვილები გავაჩინო კი აქ გექნებათ ნამდვილად სულ მალე რაღაცა ისე შეიცვლება რომ თქვენ უყურეთ სამყაროს ნიშნებს და აუცილებლად თქვენ ცხოვრებაში აი ეს ცვლილება მოხდება აუცილებლად მაინც პენტაკლებს აბა კიდევ ნახოთ რას გვაჩვენებენ კიდე უფრო
კიდე რაც გვაჩვენებენ უფრო აქ. აჰა, ნუ აქ სასიყვა, კი ბატონო. აქ ნახეთ, თქვენ რაზეც ოცნებობდით, თქვენი ოცნება აუცილებლად ასრულდება. თუ თქვენ ოცნებობდით ფინანსებზე, ანუ სრულიად მოულოდნელად გეუბნებით, მოგივათ აქ დიდი სიხარული. აი, რაზეც თქვენ ნერვიულობდით, მოდით ასე გეტყვით, რაზეც თქვენ ნერვიულობდით. აქ სხვათა შორის პენტაკლების ახლა აქ მეფე შეიძლება თქვენ ერთად დაიწყებ ცხოვრებას. თქვათ ნერვიულობდით, ვიქნებით ერთად, არ ვიქნებით ერთად, რა იქნებით და სხვათა შორის ძალიან ბედნიერად. კიდე თუ თქვენ ნერვიულობდით დაუშვათ იმაზე, რომ აი შევძლებთ თუ არა, ნუ ზოგს იპოთეკა გაქვთ, ხო? ვაფშე გადაიხდით ისე, რომ აი არც ნერვიულობთ, აქ შეიძლება დაგეხმარებათ ვიღაცა. ან თუ დაუშვათ სესხი გინდოდა თქვენ ახლა იპოთეკისთვის, ან ბინის ყიდვისთვის და ნერვიულობდით, რომ საერთოდ რა ვიცი, აი მივიღებ, არა იმიტომ რომ შეიძლება შორს ხართ თქვენ, არა ხართ, იქ სადაც ბინას ყიდულობთ, აუცილებლად თქვენ გექნებათ მისთვის ფული, რომ თქვენ ახლა ეს შენაძენი გქონდეთ ყველა ვარიანტში. კიდე. ნუ იეროფანტი რა არის? ხო გეუბნები, აქ რაღაც ესეთი თემა მოდის, აი ოჯახური უფრო რა. შეიძლება ვიღაცა მართლა ქმნის ოჯახს და აი ეს იყო თქვენთვის ძალიან აქტუალური, ხო? ან შეიძლება კიდე იეროფანტი ეს არის, ნუ ახალი რაღაცა შეიძლება თქვენი ცოდნის გამოყენება, ან თქვენი ცოდნა შეიძლება მოგიტანს თქვენ ძალიან დიდ შემოსავალს, აღიარებას მოგიტანს, ხო? ანუ თითქოს აი ისეთი აი ძალიან დიდი ბედნიერება, გაიგეთ, ძალიან დიდი ბედნიერება მოდის, აი რა ვიცი, რაღაცა ხო გეუბნებით თქვენ საერთოდ ხო გეუბნებით იეროფანტი, გინდაც ახლა იმპერატრიცა, ეს ესეთი ენერგიები, როცა ადამიანი რაღაცას აკეთებდა, ადამიანი რაღაცას ქმნიდა და ეხლა უნდა მიიღოს შედეგი. თუ დაუშვათ ეს კიდე გავიმეორებ, თქვენთვის არის აქტუალური, რომ მინდა ოჯახი შეექმნა, მინდა სიყვარული შემოვიდეს ჩემთან, მინდა ჩემთან შემოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელთანაც მე ვიქნები ბედნიერი, რომელიცაც ვიქნები ჩვენ თანაბარი, თქვათ პარტნიორები, ხო? აი როცა თქვენც ახლა აქ დამოუკიდებელი ხართ, თქვენ არა ხართ ის ქალი, რომელიცაც თქვათ რაღაცა ვიღაცისგან სჭირდება, ხო? აქ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიცაც პრინციპში ანუ აქვს ყველაფერი, უბრალოდ აი შეიძლება თქვათ, აი ეს სიყვარული გწყურიათ უფრო, იმიტომ რომ თქვენ აგერ თუ ნერვიულობთ ფინანსებზე, ვაფშე არც ნერვიულობთ, უბრალოდ ახლა ფიქრობთ, აი როგორ რანაირად შეიძლება აქაც არის, აი ვიღაცა ესეთი ადამიანი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, სხვათა შორის აქ ვიღაცთან იქნება, ხო? რომელთანაც თქვენ გექნებათ ჯანმრთელი ურთიერთობა, ჯანმრთელი, ჯანსაღი ურთიერთობა, სადაც თქვენ ნამდვილად თუ რამე შიშები გქონდათ, ანუ თქვათ, ან თუ რამე შპოტვა გქონდათ, აი ნახეთ, საერთოდ იმპერატრიცა არის ისე თქვათ, ქალი, რომელიც ყველაფერს თვითონ აკეთებს რა. ნუ ეს როცა მარტო არის, მაგრამ თქვენ აქ თასების დედოფალი მაჩვენებს. ანუ მე ყველაფერი მაქვს, მინდა მხოლოდ სიხარული, სიყვარული, სითბო, დანარჩენს მე ისედაც გავაკეთებ სიტყვაზე, მაგრამ თქვენ გადაადიხართ როგორ ენერგიაში, როცა თქვენ ცხოვრებაში ჩდება ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს თქვენზე და რომელთანაც თქვენ გექნებათ აი ზუსტად ის, რომ მარტო შენ კი არა, შენ ქალად უნდა იგრძნო თავი, შენ ხარ ქალი და ყველაფერი თუ რამე იქნება აქ პრობლემები, მაგას მე ავიღებ რა, არ ინერვიულა, აი ესეთი რაღაც მოდის აქ გენაცვალეთ ჩემთან რა. კი, იმიტომ რომ თქვენ ახლა პრინციპში დიდი ხანი იყავით რაღაც სიტუაცია, ნუ რაც აგიხწერეთ პრინციპში რა ის რაც გითხარით და აი გამოდიხართ ამ ენერგიებიდან, სიმშვიდე შემოდის თქვენთან. კი, აი აქ სულ ყველაფერს თქვი პრინციპში, აი ყველაფერს მე ვაკეთებდი ჩემი ბედნიერებისთვის, ყველაფერს მე ვაკეთებდი იმისთვის, რომ ყოფილიყო ჩემი ცხოვრება აი დალაგებული, ეხლა შემოდის ახალი სიხარული, აქ ნამდვილად ეს შემიძლია ახალი.
ახალი ურთიერთობა, ანუ ვიღაცას ვთქვით, ვთქვით, რომ შეიძლება ის ძველი პარტნიორი შემოვიდეს თქვენთან ეგეთი განახლებული ენერგიებით, რომელიც ახლა უკვე სხვანაირად დაუშვოთ ახლა ამ ურთიერთობას წაიყვანს და უკვე მისგან შეიძლება თქვენ იგრძნოთ აქ ბედნიერება უკვე და ვის აქტუალურია, შეიძლება შვილიც გეყოლებათ აქ ამ ურთიერთობაში. კი, აქ ადამიანები თითქოს ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვშრომობთ, ერთად ვაკეთებთ, ერთად ვქმნით ჩვენს ცხოვრებას. კი. აბსოლუტურად რომ უკვე არანაირი ანუ თუ რამე თქვათ ახლა კი ადრე თუ იყო რაღაცა აქ ილუზიები შეიძლება შეიცვალა აქ ხა არ გამიკვირდება რომ შეიძლება ადამიანი თვითონ თუ ეს ვისაც აქტუალურია და თქვენ იცით რომ ესა იქნება თქვენი ძველი პარტნიორი და იციან შეიძლება მასში რამე შეიცვალოს მაგრამ ვინც უკვე გაუშვა საერთოდ აქ იცოდეთ რომ ახალი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში რომელიც შემოიტანს თქვენ ანუ სიმშვიდეს სიყვარულს და თანასწორობას და ანუ ენერგიების მიმოცვლა ეკოლოგიური და ძალიან კარგი ჯანსაღი ურთიერთობა სხვათა შორის რა. აი ძალიან, იმიტომ რომ კი, აი ეს აქ თუ იყო რამე გაუგებრობები და რაღაცები, თქვენ უკვე всё მაგას უკვე აღარც შემოუშვით, აღარც გინდათ თუ შემოვა ადამიანი, თქვენი ის ყოფილი, უნდა შემოვიდეს უკვე ისეთი, როგორიც მე თქვენ გითხარით, რომ ანუ სხვანაირს თქვენ აქ არ შემოუშვებთ, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ არის უნდა ესწავლა თუ ისწავლა, თუ გამოვიდა უკვე ამ სიტუაციით, რომ მიხვდა, რომ თქვენ ხართ მისი ბედი და თქვენ ხართ მისი სიყვარული და აი აქ უკვე ნახეთ ადამიანი მიხვდება, რომ მორჩა, ეხლა ყველანაირი ეხლა შენზე მარტო აღარ იქნება მხოლოდ შენ რო ყველაფერი გადაწყვეტო, არა. აქ ჩვენ უკვე ერთად გავაკეთებთ ყველაფერს და ერთად ვიცხოვრებთ ბედნიერად. всё, მოდის თქვენთან სტაბილურობა. აი ასეთი კარები გეხებათ ჩემო ლამაზებო.